თუ საჭირო იყო ომის კომისიის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება, სასურსათო ფასების კომისიის ტრანსლირება, რატო არ ხდება პირდაპირ ეთერში? ეს გვაინტერესებს. ეს გვინდა რომ გავიგოთ და ვნახოთ, იმიტომ რომ პროდუქტებზე ფასები არის არსებითად მნიშვნელოვანი ნებისმიერი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრებისთვის. ეს გვინდა და არა რაღაცა დებატების თემატიკა, რომელიც იმიტომ შემოაგორეს, რომ გადაფაროს საქართველოს პოლიტიკური რუკიდან, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის გაქრობა. მშვიდობის სამეფოში ყველა ჩვენი მეზობელი და მტერი მიიწვიეს და ჩვენ არა ვართ. სომხეთი და აზერბაიჯანი ჩვენ სატრანზიტო გზას რო იყენებდნენ, ორივემ განაცხადა, რომ ცოტა ხანში აღარ დაგვჭირდება ეგ გზა, პირდაპირ გავატარებთ აზერბაიჯანი და სომხეთზე ტვირთებსო. აი ამის გადასაფარად ჩამოაგდეს ეგ თემა და მაინტერესებს რა, თუ შეიძლება რომ გავუშვან პირდაპირ ეთერში ტრანსლაცია. და გვითხრან, რატომ ვერ აკონტროლებს სახელმწიფო სპეკულაციურ ფასებს? 13 წელი რას მიკეთებდნენ? რატომ იზრდება სურსათებზე ფასები ხელფასებზე სწრაფად, როდესაც ლარი არ მერყეობს? არსებობს თუ არა მონოპოლიები ფქვილის, ზეთის, შაქრის, კვერცხის ბაზარზე? როგორ იცავს სახელმწიფო პენსიონერებს და სოციალურად დაუცველებს გაზრდილი ფასებისგან? რატომ არ მცირდება ძირითად პროდუქტებზე დღგ, როდესაც ფასები ესეთი კრიზისული? ეს ყველაფერი გაუშვან პირდაპირ ეთერში და პირდაპირ ტრანსლაციით განიხილონ და გასცენ ამ კითხვებს პასუხი მთელი ერის წინაშე. ეს გვინდა ჩვენ.